ლია შეხედე ვინ შემოგზანდა მაღაზიაში. ციცი. როგორც ცივილ გამოდიოდა გუშინ მაგის სახლიდან, ბავშვზე ჩხუბებოდა. ხო, გადავირი ეკაცო ბომარკოს ვამეძადინებდი მაგ დროს. აი ყვირილი რო გავიგე, თავიდან ვიფიქრები მე ვარ თქო. ისე მშვიდობა მარგონერებს და რო გავჩუმდი მე, მივხვდი რომ ციცი იყო. კლუბის წევრობის აქცია. გამარჯობა. გაყინულ ქათამს ვარჩევდი და აი 2 ქათამიც. გოგო, მე გაყინული რა თქინდა ნედლი იყიდე. იოგებისთვის ყოფილა თურმე მისწრება, ხო, ისე ყვიროდი გუშინ. ყვიროდი. უპასუხეს გოგო თავჯდომარე რომ არ ყავდეს корпуს და ლიფტი მუშაობდეს, აღარ ვიყვირებდი. მერე უნდა აგიღო ბინა პირველ სართულზე შემოძლიერ ფაცო. ფული არ დაგიზოგავს და მე-16-ზე აიღე ხედის გამო. ან რა ხედია კიდე корпуსები ჩანს მარტო კარგი ერთი რა. კარგად ზოგავს ფულს ორი ნაბიჯის კლუბის აქციებზე. სხვის ჯიბეში ყურებას საკუთარს უყურეთ ჯობია რა. ინგა თქვენთან თონეში პური გააფუჭეთ ხო? იმიტომ რომ გუშინ იყიდა 3 ცალი ჩემმა მეუღლემ და სულ ცომი გამოდგა მთლიანად. ხო, აი შე რო ფული გადაიხადე ჩემთან თონეში. იმ ფულით ვყიდულობ ეხლა მე აგერ ბზეთის ხილს. უი რა კაი ფასადაა გოგო. აღარ მცალი ამდენი საუბრისთვის უნდა გავატარო პროდუქტი. კლუბის წევრი ხდები დღეს. მიდი ხო, ცირკის კლუბს კი ჯობია. და რა ატალახებულია აქ აუროპა რა არის? იქიდან შემოდი. ამარიკო მოიტანე კალათა დადგია გამაგიდაზე. გადააპარა ეგ კლეონკა. უსაფლავები ძამსტრისავს. მალე წავალ სახში. შეხებელები დრო წამოსუნდა ხო ეგ კლუბზე შეიძლება და ესე. აბა საფლავისთვის ხარ გადავიღებავდით მეებს. ინგ ესაფლავი იყო მანდ. არა არისო. ციური დეიდე ახლა ხანს გარდაიცვალა. რამდენი თვეა გასული რა? 2. ხო, გასვენებაში ვერ ჩამოვედი მაშინ. თეთ რამე ხო არ თქვეს მაშინ ჩემზე. რა სიტყვა მე ესეთი მიზეზი თქვი გახმოვე გამოიღეს. საბრძენ შეწავდა მეთქე მიგრაციაში. და რამ გათქმევინა ეგ? სხვა ვერაფერი მოიფიქრე. დავიბენი და მე რა სხვა შეეცხდება ის თქვი. და გამაგიჟებს მე ეს კალი. რომ მოვიდენ ეხლა და დამინახო რა სიფიქრებენ, კაცო. იფიქრებინ მოგატყუაო, ან ორთოში ჟოპული და ჩამოვიდაო. პირველი ვერსია უფრო რეალურია. ხაჭაპური არ არის? აღარ არის. ძალიან ხამივით იქცევა ეს ბავშვი. რა იყო ვინ წაგართმევდა? გადასვლილი? აი მე ეს ვისი საფლავი. პიტნა კერესელიძე. 1972-1927. და აქ თარიღები არეული? შეხედე. დაბადებამდე გადასვლილი ეს კაცი. აუ პიტნა რომ ერქვას მეც ეგრე ვიქნებოდი. რამდენ არკევინეთ პიტნა. ინგა ნახე ციურის ოჯახი მოდის ემიგრაციაში როგორ იყარ ყველას. დაიმედეთ. აი დავკნა ეხლა წავიდე მითხარ. ქრისტიანს გამრავალს დაესწრით ჩემო კარგებო. ინგა შენ აქ ახარ გოგო. ვარ გოგო ორშაბათ საფლავზე არ გამოსულიყავი აბა. ხო, ჩამოვედი და 4 დღეში მაგ ფრენა ისევ. გასაგებია, თბილისიდან მიფრინავ? არა, ქუთაისიდან. შენ წაკრადი და შენ მაგამ მოგიგდა ხო ნაბიჯი. აუ კალი სერიოზულად შეშლილია. ყოველ თვე შინიერ კლუბის წევრი ვერ გავხდეო და ყოველ დღე რაღაცებს ვყიდულობ. გუშინ 4 ბოთლი ზეთია მოიტანა. აუ კლუბზე გამახსენდა. გუშინ ძალიან მაგრა დავდით ბაჭას დაბადების დღეზე. რა ცუდია რა ვერ წამოხვედი, მაგრამ დაიკიდა რომ ზეგახსენები ხარ საერთოდ. ყველა ძალიან მაგრა ერთობოდა. ძალიან იმოსესმენია ეგ. კაი და ვინ არის გუშინ კიდე ჩემ გარდა? აუ რავი მე მგონი რომ ყველა იყო. გიუშა არ იყო გოგო ხინთიბაძე. იქ ხო 3 კვირაა კომაშია ჩავარდნილი. მოიცა კომაში თუ არა დააბადებდნენ დაბადების დღეზე. მაგაზე მე ძალიან ბევრი ვიფიქრე გუშინ. რა სიძებ შენ? ფქვილს და ვერ უპოულობ. საერთოდ არ ჭირდება ხა ინგას ფქვილი, მაგრამ ფქვილები ყונה დააგროვოს. მისმინე. მოკროშვილი იყო გუშინ. იყო, კიდე ნეტა გენახარ ვერ ეკიდებდა მთელი საყამო ვახოს ხისერზე. საშინელის დანახავი იყო. თუ იქ მე ვიყავი. აუ შენ ძალიან მაგრა ხარ რა. ხო ინგა. მარგარინი რაღაც კიდე. გამარჯობა, ისინი გამიტარეთ და ერთი პარკით თუ შეიძლება. აუ ხაცა მიდეკავშირდი წუთი. 27 ლარი და 40 თეთრი, ვაი მე საწავიდა ეს გოგონა. არა უშო, ჩემი ორნებისთვის ბარათი გაუტარეთ, აი. კი ბატონო. ინგა უნდა დაეწეროს. ინგა. ძალიან მაგარი ქულები გაგიჩიტი. ბავშვება მოდით უნდა გავითვალოთ. და უღეჭოთ ავით გავხსენი. აუ მეც მომეცი რა ერთი ცალი თან ახალი გემოს დიროლია ეგ.
ხო, ლიმონის არის, მოგცე მოღონთ არავის არ უთხრა რომ აქ. ბავშვებო, მოდით გავითვალოთ. ბები აყიდის კევებს, ნაირ ფერებს, რომელ უი ბავშვებო, კევზე გამახსენდა ომარიკოს და ახალი როლი ლიმონის არომატით. ომარიკო მეც მომეცი რა 2 ცალი. მაგ ლიმონის გარდა კიდე 2 გემო გამოვიდა, ალუბალი და ენერგეტიკული სასმელი. მაგრამ დედაჩემ თქვა მაგის მარტო გემო აქვს, მეტი არაფერიო. ცუდი არ არის. კაი ხო, ალუბლისაც მაგ ნაყიდი, მაგასაც გავხსნი მაშინ. ვეცვიდა 1 ცალი. სესილი შენი ხუჭე. აჰა. მარტო 1 ცალი ხა დამჭა. ბავშვებო, სარდაფში ჩასულებს არ ვართ. დედაჩემა მანდ ვირთხა შევნიშნეო და გავანგვეკიდება, აგრესიულია. მანდის ვირთხა აღარ ცხოვრობს, კატამ შეჭამა და მე ეს კატა დასახლდა იქ. კაისო ვიმალებით. ვასო, გამოდი 1 ქულა გაქვს, აუ წვინი შეჭამე უკვე დავიხალეთ. აი გამოჩნდა. რატა გემართა? აუ ხეზე ვიმალებოდი და გადმოვარდი. მერე ვივიდგინე რამე? ბეჭები დავარტყი და კევი მქონდა და გადამეყლაპა. აუ მომცემ 1 წელს. როსკოვარ. ინგა ძალიან კარგი ყავა არის, რაც ქვემოთ დავაბგრივინე დღეს. ლამბადა. ძვირფასი. დედა, ის ალპენგოლდის შოკოლადები რო ვიყიდეთ, საწაიღეთ, კაცო. ანასტასიას აქ ეგენი ოთახში შეტანილი ფოტოებს იღებ და სელფებს. უნდა გავსთო რომ ვითომ ვიღაცა ბიჭმა მაჩუქაო. ანასტასია, გამოიტანე შოკოლადები, კაცო. რადგინდოდა ოთახში ეგენი? შევადგინლობას კითხულობდი. გამოვიდე. ეგენი სააქციო ალპენგოლდებია. ალპენგოლდის საიდანო დაარეგისტრირო ჩეკები და შეინახო უშეფუთვებთან ერთად. გამყიდველმა მითხრა და არ გადაყარო ეგენი. დედა გოგო ეს ბავშვი გამაგიჟებს მე. ქვემოთ ჩვენ მაღაზიაში ვიღაცა მოლარია, მაია. ჩამოუდგება ხოლმე დეგენერატი და ელაპარაკება ხოლმე. რა ვიცი რა ზელაპარაკობენ და აქვს საერთო სალაპარაკო. რაო მე რა გითხრა? არაფერი, მინიმუმ 10 ლარის ალპენგოლდებს რო შეიძენ, ჩეკი უნდა დაარეგისტრირო ალპენგოლდის საიტზე და არ გადაყარო ეგ შეფუთვები და ჩეკები. ნაგავიც მიკონტროლოს ეხლა სახში. უთხარი მე ეგ შენ და გააკეთოს. გაიგი ანასტასია. ანასტასია. რა? პირველი თვითონ დამაფოლოვა. მოიცა რა ზელაპარაკობდით? ალპენგოლდის გათამაშებაზე 30 მაისამდეა და ყოველკვირეული პრიზებია 1000 ლარი. და კიდე არის iPhone 17. და ახლა ეს ჩეკი და დავარეგისტრიროთ. რა მომიცი? აუ ეს თქო არ გავსწორო. მაგრამ ჩეკთან ფოტო არაფერს არ ნიშნავს ურთიერთობაში. აუ ძალიან ძნელია ეს ვეფხის ყავსანი, ვერ ვიზეპირებ. რა არის ეს? მახსოვს მეც როგორ ვიტანჯებოდი ხოლმე თავის დროზე. მაგრამ კაჯეთის სიხსაღება ძალიან მიყვარს. ოქროშვილის корпуსი მახსენდებოდა ხოლმე სულ კაჯეთის სიხეზე. ჩემ დროს სულ ზეპირობა იყო მოდაში. აბა კაი დედიშვილი იყავი, არ გესწავლა ზეპირად სტროფები. გარანტირებული ქონდა ორიანი. რა გავაკეთო დღეს საჭმელი? ბრინჯის ფლავს შეჭამთ? ქათმი თუ იქნება კი? და ცარიელ პილპილ მოყრილი ბრინჯს თუ ფლავი უნდა დაარქვა, მაშინ არა. ესე იგი ვინ არიან ესენი რა? ერთ წეთყვი და 2 პასუხებენ რა. ახლა ვიცი რომ ორივეს დაგეზარებათ მაღაზიაში ჩასვლა და ანასტასია გამოიძახე 2 ნაბიჯიდან ეს ბრინჯი და გადმის ფილე. ვა, ნახე. 9 ლარიანი ბრინჯი ბასმათი არის 2.99-დან. რა დამთხოვა? დამთხოვა არა ის. ვიცოდი ბაზაკლება რო იყო და მაგითო შემოგთავაზეთ ბრინჯის ფლავი. გამოიძახე ბასმათი 2 ცალი. ვეფხის ყავსანშიც არის ერთი პერსონაჟი ბასმათი. რა ბასმათი? ასმათი ქვია მაგას. განათლების სერიოზული დეფიციტი გვაქვს ოჯახში. მიშველე ეგრე არ დაიმახსოვრო ახლა. ბასმათი ბრინჯს ქვია და ასმათი პერსონაჟს. და თუ მაინც შეგეშალა მასწავლებლებს უთხარი 2 ნაბიჯის აპლიკაციით ვისწავლი ვეფხის ყავსანი. რაღაც არ გამომივიდა. გადმის ფილე ჩავაგდე, ბრინჯი 2 ცალი და პეპსი ჩავაგდოთ, ფილავს ძალიან უხდება. ხო. ომარიკო ეგ 3 სტროფი უნდა ჩამაბაროს აღამოს. არ გაპატიებ იცოდე ხო იცი? ხო, აუ ეს ცელი ვისწავლე მე მგონი, მაგრამ იცი რა ვერ გავიგე? ეს ტარიელი ბოლოს ცოლად ვის მოიყვას, ნესტანს თუ დარეჯანს? დიეკლაში ბავშვებმა ფარდა ჩამოვხიეთ და 5 ლარი მაქვს მისატანი ფარდის ფული. ჩამოვხიეთ რას ნიშნავს? ჩამოვხიე. შენც მონაწილეობდი? მე არ ჩამომიხევია, მაგრამ მასწავლებელმა მითხრა რომ შენ ხელს უწყობდი რომ ჩამოეხიათო. დედა ნუ გამაგიჟე ბიჭო, რას ნიშნავს ხელს უწყობდი რა გააკეთე? გიორგიმ ჩამოხია, მაგრამ მე მხრებზე მყავდა შემომჯდარი რომ მაღლა ფანჯარას მიმწვდარიყო. აი ხო ხარ ღირსი ახლა რომ აი ამ ნუსტიმოს წლილის ბანკი დაგილურჯო ეგ მხრები. რა იყო სამშე წამოწყვეტილი ხარ და კლასში 60 კილიანი ბავშვები დაგყავს მხრებზე შემომჯდარი. რა იყო შენ ვერ აქწევდა? ხო არ ჩაგრავენ შენ კლასში. რას ჩაგრავენ? ისედაც 5 ბიჭო ვარ კლასში და იმ დღეს ყველა აცდენდა. აბა ნუცოს ხარ შემოაჯდებოდა მხრებზე.
არა ნუცას კიდე ეგ უნდა ახლა ისედაც დაბალი გემოგლობინი აქვს მაგ ბავშვს ჩაიკეცებოდა იქვე ის რა არის ნოსტიმოს პომიდორის соуსი დედა რა იაფია ეს ჩადემიდი კალათაში კიდე რაღაცა მოხდა კლასის კარების საკეთიც გავაფუჭეთ და მაგის 3 ლარი მაქვს მისატანი რას ნიშნავს გავაფუჭეთ ომარიკო მაგას მონაწილეობდი ნეტა ის არ მითხრა ახლა საკეთს ბლურსნები კბილებით დავაძრეო საიდან იცი მაგრამ ჩემინები თქვენი არავის არ დაუძალებია ნუ წესაკ თუ გინდა მტკიცებულება ვიდეო გადაღებული მაგ დღეს თავბრუ ეხო და დაბალი გელოგნობენი რო აქვს ცუდაც იყო არა მე გამაგიჟებ თქვენ ბოლოს და იგი იქნება ხო ანასტასია აუნე კიდე წელი წამომიღე და ნოსტიმო როგორ რა გაჭმევს მაგდენ წელს რო გადამრიე ახლა დამეჭმევს და ურსულად ვერ მიყვარს და რა გავაკეთო ვის დაემსგავს ეს უვარგისები მე არ ვიცი რა კოპიო მამა თქვენი ორივე იქნება გაიგუდო ახლა რაღა ნახეთ კიდე რაღამდენია შეჭამოთ მესამე შეფუთვა უკვე ორ დღეში სერიალს უყურებ და მეტი რაღა გავაკეთო ვერ გავიგე კბილები თავით შეუკვე შვილაკი და მეტი საქმე აღარ მქონდა ისედაც 8 იცი იყო დარჩენილი გოგო დამიტოვეთ მეც იქნება სტუმარი შემოდის რაღაცა ხო უნდა დავახვედრო სტუმარს წესუმზირით მიხვდება სტუმრისთვის ნამცხარი უნდა გამოაცხო ის შე რო იცი ჯემიანი და ალუბლებიანი ეგ უყვართ სტუმრებს ყველაფერზე პასუხი აქვს რა შენი ქართული საკონტროლო გაასწორა მასწავლებელმა რა მიიღე კი მაგაში 8 ქულა მივიღე ცოტა შეცდომები მქონდა და ნაწერი არ გამოუტანებია მასწავლებელს მან ცოტა და ის QR კოდია შეგნით და მე გათამაშება ხო არ არის ой ხო ეს QR კოდი რა დაასკანე რომ შეფუთო შეგნით რაც არის მარტინის აპლიკაციით და ეგრევე გაიგებ მოიგე თუ არა პრიზი 10 20 100 და 1000 ლარი არის პრიზები მე მაგას ახლა უნდა მეუბნებო და გამოჩერჩეტებულო ბავშვო უშინ ორი შეფუთო გადავაგდე ნაგავში ნაგავში რო იქიქები ამჯერა წავიდო როგორ რეებს აკეთებ თქვენ უკა დაირიეთ მარტინის შეფუთო უნდა ვიპოვო და იცი ეს რა ომერიკო ზეთქინიძე 4 ქულა რუსენია შენი შვილი